ვიქტორ ორბანის ფიდესში აღიარებენ, რომ უნგრელი ხალხი მისი მმართველობით დაიღალა და ახლა ცვლილებების დროა. ანდრეშ ლასლო, რომელიც არის ვიქტორ ორბანის პარტიის სიით არჩეული ევროპარლამენტარი, საუბრობს ვიქტორ ორბანის დამარცხების მიზეზებზე და ამბობს პირდაპირ, რომ 4-ჯერ არჩევნების გამარჯვების შემდეგ სავარაუდოდ უნგრელ ხალხს უკვე ცვლილება უნდოდა და ამიტომაც ვიქტორ ორბანის დამარცხება გარდაუვალი იყო. ანდრეშ ლასლო შეგახსენებთ, რომ არის არა მხოლოდ პრორუსული ორიენტაციის მქონე დეპუტატი, ის გამოირჩეოდა მათ შორის ქართული ოცნების მხარდაჭერითაც, ის ევროპარლამენტში ხშირად აკეთებდა ხოლმე ოცნების მხარდამჭერ განცხადებებს და ახლა ის თავად აღიარებს დამარცხებას და ამბობს, რომ პრორუსული ვიქტორ ორბანის მმართველობის დასასრული იყო გარდაუვალი. მას კითხვა დაუსვეს ბუნებრივია ჟურნალისტებმა, მათ შორის ვიქტორ ორბანის სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით, მის კავშირებზე რუსეთთან, თუმცა ლასლო უარყოფს მსგავსი ტიპის კავშირებს. დღემდე ამტკიცებს, რომ ვიქტორ ორბანი იყო დემოკრატი ლიდერი, თუმცა ამბობს, რომ უნგრეთის პოლიტიკიდან, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე აუცილებელი და გარდაუვალიც კი არის უნგრეთისთვის, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში, რათა ჰქონდეს პრაგმატული და ახლო პოლიტიკა რუსეთთან. ის ამბობს, რომ უნგრეთი ზედმეტად არის დამოკიდებული ენერგორესურსებით, მათ შორის რუსეთის ფედერაციაზე, ამიტომაც ის ამბობს, რომ მათ შორის ოპოზიციური პარტიის ახლად არჩეულ ლიდერს პიტერ მაგიარს, რომელიც მომავალი პრემიერ-მინისტრი იქნება, უნდა ჰქონდეს პრაგმატული პოლიტიკა ვლადიმირ პუტინის რეჟიმთან. იცით, ამ მომრჩევლებს აშკარად ცვლილებები სურდათ. პრემიერ-მინისტრი ორბანი ხელისუფლებაში 16 წლის განმავლობაში იყო. ჩვენ გვქონდა ზედიზედ 4 გამარჯვება არჩევნებში, რაც უნგრეთისთვის უპრეცედენტოა. მსგავსი შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც გვინახავს, მაგრამ არა უნგრეთში. ასე რომ ეს ნამდვილად შევა უნგრეთის პოლიტიკის ისტორიის სახელმძღვანელოებში. თუმცა ვფიქრობ, ხალხი დაიღალა. მათ სურთ ცვლილებები გარკვეულ პოლიტიკურ მიმართულებებში. და რა თქმა უნდა, რასაც მთელ ევროპაში ვხედავთ, არის ის, რომ ცხოვრების ხარჯების კრიზისი ყველა ქვეყანაში იყო. მათთვის, ვინც ხელისუფლებაშია, არჩევნების დროს ყოველთვის რთული პერიოდი დგება და ამჯერად ამან ჩვენს წინააღმდეგ იმუშავა. იცით, თუ გადავხედავთ უნგრეთს, ოპოზიციური პარტიები 10 წლეულების განმავლობაში ყოველთვის ანტირუსულ პოზიციას იკავებდნენ, რადგან ეს პოპულარული პოზიცია იყო. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მატერიალურად ჩვენ ვართ რეგიონში გერმანიას, რუსეთსა და თურქეთს შორის. ჩვენი დამოკიდებულება ეკონომიკურად ძალიან ძლიერია და შესაბამისად ნებისმიერ მთავრობას, რომელიც უნგრეთში იქნება ხელისუფლებაში, სჭირდება პრაგმატული ურთიერთობა რუსეთთან. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ბატონი ორბანისთვის დასასრულია. ჩვენ გუშინ საღამოს ვიხილეთ მის მიმართ ძალიან ძლიერი სოლიდარობა, მიუხედავად არჩევნებში დამარცხებისა. ვფიქრობ, ფიდესი კვლავ ძალიან ძლიერი პარტიაა. ჩვენ მთავრობიდან ხმების 38% მივიღეთ. რა თქმა უნდა, ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ იყო, მაგრამ ამავდროულად ვფიქრობ, ეს იყო ისტორიული მომენტის, რადგან ყველა ყოფილი კომუნისტური პარტია, სოციალისტური პარტიები, მწვანეები, ყველა გაქრა უნგრეთის პარლამენტიდან. ასე რომ ეს არა მხოლოდ ახალი მთავრობა, არამედ ეს არის სრულიად ახალი ოპოზიციაც უნგრეთში. და ახლა რა შეიცვლება ევროკავშირისთვის ვიქტორ ორბანის დამარცხებით? ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ისაუბრა, მან პირველი შეფასებები გააკეთა უნგრეთის არჩევნებში ორბანის დამარცხების შემდეგ. ის ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის პრორუსი ლიდერი დამარცხდა, ის იმას არ ნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის ყველაფერი გამარტივდა. სხვათა შორის შარლ მიშელი ამბობს, რომ ორბანის დამარცხება იყო დამარცხება არა მხოლოდ პუტინის რეჟიმის, ეს იყო თეთრი სახლის დამარცხება და ის ძალიან ღიად საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ასე მარტივად ბრიუსელშიც ყველაფერი არ გამარტივდეს, მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ორბანი იყო მთავარი დაბრკოლება მათ შორის ევროკავშირისთვის, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ უკრაინა-რუსეთის ომში, რუსეთის წინააღმდეგ, ის არ ფიქრობს, რომ ყველაფერი ერთ დღეში შეიძლება დაალაგდეს, ამიტომაც პოზიტიური და სწრაფი ცვლილების მოლოდინი შარლ მიშელს არ აქვს. ვიქტორ ორბანის პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ბრიუსელში არავინ ელოდა იმას, რომ ვიქტორ ორბანი ასე მარტივად დათმობდა ძალაუფლებას, იყო მოლოდინი, რომ უფრო ჩაებღაუჭებოდა ძალაუფლებას და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ძალაუფლება შენარჩუნებინა, რადგან ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო კამპანიაში გაკეთებული განცხადებები მეტყველებდა ამაზე. ორბანი ამბობდა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკვე შეინიშნებოდა არჩევნებში ჩარევა, არა მხოლოდ
მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან, არამედ სხვა ქვეყნების მხრიდანაც და ის ამბობდა, რომ არჩევნების შესაძლოა, არჩევნებზე манипуლირება გარე ძალების მხრიდან შესაძლოა მომხდარიყო. სწორედ ამ განცხადებებიდან გამომდინარე, მათ შორის ვიქტორ ორბანის კრიტიკოსებს ევროპარლამენტში არ ჰქონდათ მოლოდინი იმისა, რომ უნგრეთში ასე მარტივად დათმობდა ძალაუფლებას ვიქტორ ორბანი და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესი დაიწყებოდა. That's a very important moment for the EU. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ევროკავშირისთვის და ასევე ისტორიული მომენტი უნგრეთის მომავლისთვის. ვფიქრობ, ამ შედეგზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნება მეტი ევროპული ერთიანობის მიღწევა. ასევე ვფიქრობ, ეს არის უკრაინის მხარდაჭერის მკაფიო სიგნალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არსებულ კონტექსტში. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ეს ასევე არის თეთრი სახლის დამარცხებაც. გამოკითხვები მიუთითებდა იმაზე, რომ ასეთ შედეგთან ახლოს ვიყავით, თუმცა ბოლომდე არავინ იცის ხოლმე. დღეს ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი მეტი ევროპული ერთიანობისკენ. იმედი მაქვს, ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს იყოს უფრო ინტეგრირებული, ამბიციური და საბოლოოდ მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა ევროპული სუვერენიტეტი არა მხოლოდ სლოგანი, არამედ რეალობა გახდეს. რადგან ის ფაქტი, რომ ვიქტორ ორბანი აღარ არის ევროპული საბჭოს წევრი, არ ნიშნავს, რომ უცბად ყველაფერი გამარტივდება. ევროკავშირის შიგნით რეალისტები უნდა ვიყოთ, თუმცა აბსოლუტურად ნათელია, რომ სხვადასხვა საკითხებში, განსაკუთრებით ჩვენს ურთიერთობებში უკრაინასთან, თეთრ სახთან და ზოგადად უნგრეთის როლზე ეს იყო დამაბრკოლებელი როლი. The role played by Hungary was a disturbing role. This landslide victory means a lot. ეს დამაჯერებელი გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს ევროკავშირისთვის. გულისხმობ იმას, რომ ორბანმა საკუთარი თავის სრულ იზოლაციაში მოაქცია. ის მუდმივად ძირს უთხრიდა ევროპის თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკას. ასე რომ ეს ნიშნავს უნგრეთის დაბრუნებას ევროპაში და მის მონაწილეობას კონსტრუქციულ კოალიციაში. ეს ასევე ნიშნავს, რომ როგორც მაგიარი დაახპირდა ხალხს დააბრუნოს ფული. ის ასევე მზად არის განახორციელოს რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ევროპული ღირებულებებისა და წესების დასაცავად. სტრატეგიული მიზეზების გამო მე მას ნამდვილად მივცემდი ხმას და ამას ხედავთ აქაურ ბევრ პროგრესულ ამომრჩეველშიც. მათი პირველი და მთავარი მიზანი ორბანის დამარცხება იყო. ეს კი მხოლოდ პიტერ მაგიარის გამარჯვებით იყო შესაძლებელი. განსაკუთრებით ახლა, როცა მას ხმების 2/3 აქვს, ეს დიდი გამარჯვებაა. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია განახორციელოს ის რეფორმები, რომლებსაც ხალხი ასე მოუთმენლად ელის. დიახ, ნამდვილად გამიკვირდა, რადგან ის ჯერ კიდევ შედეგების გამოქვეყნებამდე ეჩუქა შეყენებდა პროცესს. საუბრობდა ევროკავშირის მხრიდან ჩარევაზე, დარღვევებზე და ასე შემდეგ. ამიტომ გამიკვირდა, რომ ეს ასე სწრაფად გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ავტოკრატი არ იყო, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ხელისუფლებას უფრო დიდხანს და მძაფრად ჩაებღაუჭებოდა. Have cling to power more long and ევროკავშირის ლიდერები საკმაოდ დიდი მოლოდინით უყურებენ უნგრეთის ახლად არჩეულ ლიდერს პიტერ მაგიერს, რადგან მისი საარჩევნო კამპანიაში გაჟღერებული გზავნილები ნამდვილად იყო იმედის მომცემელი. ის ხშირად ამბობდა, რომ უნდა დასრულებულიყო პრორუსული მართლობა ქვეყანაში, რომ უნგრეთი უნდა დაბრუნებოდა ევროპულ გზაზე და უნდა ყოფილიყო მისი საგარეო პოლიტიკა სრულად თანხვედრაში ევროკავშირისა და ნატოს საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისად. შეიძლება ითქვას, რომ სრულად ევროპა ძალიან პოზიტიურად უყურებს უნგრეთის არჩევნების შედეგებს. პიტერ მაგიერმა მიიღო მიულოცვები ევროკავშირის თითქმის ყველა ლიდერისგან და მათ შორის დონალდ ტუსკისგანაც მიიღო პოლონეთის პრემიერ-მინისტრისგანაც საკმაოდ გულთბილი მიულოცვა, რის შემდეგაც პიტერ მაგიერმა დაანონსა, რომ მისი პირველი სახელმწიფო ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში სწორედ პოლონეთში იქნებოდა. შესაბამისად არსებობს ძალიან დიდი მოლოდინი იმისა, რომ ვიქტორ ორბანის დამარცხების შემდეგ და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარების შემდეგ ევროკავშირი იქნება ერთიანი, უკრაინის მხარდაც ეჭერა და ვიქტორ ორბანი უკვე ვეღარ იქნება ბრიუსელისთვის წინააღმდეგობა, რათა პასუხი გასცეს ვლადიმირ პუტინის აგრესიულ პოლიტიკას.